ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს ამ თემასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიები და გამოკითხვები რიგით ბათუმელებთან ჩატარდეს. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით ხელისუფლებამ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით არასწორი ნაბიჯები გადადგა, რადგან საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ დისკუსიას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ეს შეთანხმება თურქულ მხარესა და ქართულ მხარეს შორის რაც შედგა, უნდა იყოს შედარებით გამჭვირვალე, საზოგადოებისათვის ცნობილი, ასევე ისმება საკითხი იმის შესახებ, რომ ამ მხრივ არ ყოფილა საზოგადოების აზრი გათვალისწინებული და ჩვენ ვფიქრობთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის განხილვა. თავაზობთ აჭარის ხელისუფლებას და აგრეთვე არასამთავრობოებს, რომ ერთობლივი ძალებით მოვახდინოთ, ჩავატაროთ ორგანიზება გავუკეთოთ და ჩავატაროთ საჯარო შეხვედრებს და დისკუსიებს, სადაც უფრო ნათლად გამოიხატება ბათუმელების ყველა ფენის და ყველა რელიგიური წარმომადგენლის მოსაზრება თუ სად და რა ფორმით უნდა აშენდეს მუსლიმანური სალოცავი.